დღეს ისეთი დღეა, რომ კანონით ზიარებაზე და ზიარების შესახებ უნდა ვისაუბრო, მაგრამ მთელი ეს ამ დროის განმავლობაში ვაკვირდები ეკლესიას, სადაც მივდივარ და დღეს მაქვს ამის საშუალება, რომ ერთ საჭირ ბოროტო საკითხზე ვილაპარაკო. მით უმეტეს, რომ მეორე ვინც იქნება ქადაგებელი, ის ილაპარაკებს და მოამზადებს თქვენს გულს ზიარებისთვის. მაგრამ ხშირია ხოლმე საუბარი, აი სადაც დავდივარ ეკლესიებში, როცა მატერიალურ საკითხებზეა ლაპარაკი, კონფერენციების მოწყობაზე, საზაფხულო ბანაკებზე, მერე დახმარებაზე, თითქმის ერთი და იგივე პასუხია ყველა ეკლესიაში. არა გვაქვს საშუალება, არა გვაქვს თანხა, არა გვაქვს თანხა და ასე შემდეგ. ეს არის მასიურად გავრცელებული პრობლემა, ეკლესიური პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, აი წლების განმავლობაში ჩემი დაკვირვებით რჩება დაფარული. რატო დაფარული? ერთ მხრივ, რომ ამ პრობლემას ნაკლებად ახსენებენ და ეს პრობლემა მაინცა დევს ფსკერზე, ხანდახან ამოტივტივდება და მეორე მხრივ რამდენჯერაც მითქვია ეგრეთ წოდებულ ეკლესიის მსახურებთან, რომ რატო არ წამოაყენებთ საკითხს მატერიალური მსახურების შესახებ, პირდაპირ უთქვიათ, რომ უხერხულია, მე ვერ ვილაპარაკებ, ამაზე თვითონ უნდა იცოდნენ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი რომ ეკლესია ეს არის როგორც სულიერი სკოლა. აი რატო თავისთავად სხვა შორს წაგვიყვანს რომ ვისაუბროთ, რატოა საჭირო სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი. ძველ აღთქმაში რა ევალათ მღვდლებს და რა ევალათ ლევიანებს. მღვდლებს ევალათ ძირითადად მსახურების ჩატარება, დღესასწაულების ჩატარება, მაგრამ მთელი დატვირთვა გადადიოდა ლევიანებზე. ლევიანები იყვნენ ისინი, ვინც გაფანტული იყო მთელს ისრაელში და რომელსაც ხალხისთვის უნდა ესწავლებინა, ანუ აღეზარდა ებრაელი ერი ღვთის მოშიშებითა და რჯულის შესრულებით. როგორ ასრულებდნენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხშირად იტყვიან ხოლმე, რომ ეს ხო ძველი აღთქმა. იცით კი, ბევრი რამე ძველი აღთქმიდან ჩვენ აღარ ვასრულებთ, შეწირვებს რაღაც, მაგრამ პრინციპი არ გაუქმებულა. პრინციპი შეწირვისა, პრინციპი აღზრდისა, პრინციპი განათლებისა, პრინციპი სიწმინდისა, პრინციპი ღვთისმსახურებისა, ეს მოდის ისევ ძველი აღთქმიდან. დეტალები, მეთოდები შეიცვალა, მაგრამ პრინციპები ისევ ისე რჩება. და ერთ-ერთი ჩვენ გვიხარია, როდესაც მსახურებას ეკლესია თუ კარგად ეწევა მსახურებას, დაუშვათ მუსიკალურ მსახურებას, მაგრამ ეს საკითხიც ჩავარდნილია ეკლესიებში და იმიტომ არის ლოცვის პროგრამაში ერთ-ერთი საკითხად წამოწეული, რომ ეკლესიის ხუცესები და დიაკვნები უნდა ზრუნავდნენ და იმას ზედაც უნდა ზრუნავდნენ, რომ თუ მუსიკალური მსახურების ლიდერები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ან სხვა რამეზე არიან გადასულები, ამაზე უნდა იფიქრონ ხუცესებმა და დიაკვნებმა და დროზე უნდა გამოასწორონ. ეს არ შეიძლება, ეს არის ისეთი მიდგომა ეკლესიის მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში ეკლესიას აჩანაგებს, ასუსტებს, იმიტომ რომ ღვთის სიტყვა, თქმა და ქადაგება არ არის მარტო მსახურება ეკლესიისთვის,
ასევე მსახურება არის საუკეთესო მსახურება, თითქმის თანატოლია სიტყვით მსახურებისა გალობა. თუ გალობა არ არის, ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი თქვენ მოგკითხავთ პასუხს. რატო სათანადო დონეზე არ არის, რომ გალობით ჩვენ კი არ ვერთობით, როგორც დაუშვათ იმაში გადაწკაპავენ 1-2 ჭიქას ქორწილებში და მერე ერთობიან, ხან ცეკვავენ ხან ის. განსხვავებით ეკლესიაში გალობა არის ღმერთის განდიდება. ღვთის სიტყვა თუ სწავლება და შეგონება ღმერთის ხალხის მიმართ, ლოცვა და გალობა არის ბაგეთა მსხვერპლი. ეს არის ღვთის განდიდება და როდესაც ეკლესიას აკლია ეს მომენტი, ეს ელემენტი ღვთის განდიდებისა, ეს ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. და ამასთან ერთად, რაზედაც მინდა დღეს საუბარი თქვენთან ერთად, არის ასევე მატერიალური მსახურება. შეიძლება თქვათ, რომ რა შუაშია მატერიალური მსახურება ქადაგებასთან და გალობასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, ესეც ძველი აღთქმიდან მოდის. მატერიალური მსახურება არ არის ეს ადამიანის გამონაგონი, ეს არ არის ჩვენი ტვინის და სიბრძნის ნაყოფი, რომ ვიღაცამ რომელიღაც საუკუნეებში მოიგონა, ეს არის ღმერთის დავალება. და ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ეკლესიის მსახურებისა ღმერთის მიმართ. და დღეს მე მინდა აი ამ მსახურებაზე გესაუბროთ. ამისათვის ვიდრე დავიწყებდე, წავიკითხოთ მალაქიას, გადაშალეთ ვისაც ბიბლიები გაქვთ, მალაქია წინასწარ მეტყველის მესამე თავი, მეხუთედან და შემდეგ მუხლები. ვკითხულობთ. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა, მემრუშეთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან მე უფალი არ ვიცვლები და თქვენც არ დაილევით, იაკობის ძენო, თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული, არ ღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევით თქვენსკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ, რისთვის მოვიქცეთო? განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ, რაში გატყუებთო? მიათეთში და შესაწირავში. წყევლით ახართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი. მოიტანეთ მთელი მიათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნით ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყევლად. დავაკავებ შენთვის მჭამელს, რომ არ წაგიხდინოს მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი, ამბავს ცაბაოთ უფალი. იშვიათია, რომ ღმერთი პირდაპირ ელაპარაკებოდეს და პასუხსაც ცემდეს მთელ ერს. მე მახსენდება მეორე ადგილი, რომელიც არის 49 ფსალმონი. იქაც როცა ღმერთი ელაპარაკება თავის ერს, პირდაპირ მოუწოდებს, რომ აბა დადექეთ ყველანი ერთად, რომ მე პასუხი გაქცეთ და გელაპარაკოთო და იქაც წამოუყენებს აი ამ ბრალდებებს. საქმე იმაშია, ჩემო ძვირფასებო, რომ იმ ისრაელმა რაზე ესაუბრება ღმერთი აი ამ კონკრეტულ ადგილზე? იმაზე, რომ ისრაელმა დაიწყო ჩივილი, ხალხმა დაიწყო ჩივილი. ვისაც უჩიოდა ხოლმე, ალბათ ერთმანეთ შორის საუბრის დროს, ჩვენც ხო ამას ვაკეთებთ ხოლმე, როცა ღმერთზე ვლაპარაკობთ, რომ რას ვიღებთ ღმერთისაგან, რაზე ვლოცულობთ და ვერ ვიღებთ პასუხს.
ჩვეულებრივი ეს ამბავია, ებრაელი ერიც ამას აკეთებდა, განსაკუთრებით შეიძლება ლევიანებთან ამას ამბობდნენ, ან უხუცესებთან, მთავრებთან თავიანთი ერისა და პირდაპირ იყო გამოკვეთილი ჩივილი, რომ და რას იძახოდნენ, ჩვენ ისევ ის რჩეული ხალხი ვართ, ისევ იმ მიწაზე, აღთქმულ მიწაზე ცხოვრობთ, ღმერთი არ მიგვიტოვებია, არც ერთი ჩივილის შემდეგ, აი ამ ასეთი ჩივილის შემდეგ და თითქოს ეს ამ სიტყვებში გამოხატული იყო მათი გულის ტკივილი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ღმერთმა მაინც მიგვატოვა. რატომ აი რაში მდგომარეობდა მიტოვება? იმიტომ რომ დაჩაგრული იყო, ვიღაცის ხან ხელიდან ხელში გადადიოდა, ხან ასირიელთა მონობაში იყვნენ, ხან ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ, ხან სპარსეთის იმპერიის ქვეშ, მერე იმან საშიშროება გაჩნდა სამი საუკუნით ადრე საბერძნეთის იმპერია როცა აღზევდა, მერე ქრისტემდე 60 წლით ადრე ახლა რომმა დაიპყრო და მთელი თავიანთი არსებობა გარდა სოლომონისა, იმ მცირე მონაკვეთი სულ ტყვეობაში გაატარა ისრაელის ერმა. და ეთყობა, როცა ადამიანები იცოდნენ და იხსენებდნენ წარსულს და აწმყოს უყურებდნენ, ჩიოდნენ, რომ თუ ჩვენ ერი ვართ. სხვათა შორის გედეონმაც ეს უთხრა, რომ აიო მეო მსმენიაო და ესეთი რამეო, რომ ჩვენი წინაპრები ესე და ესე ცხოვრობდნენო, სად არის ისაო, ესეთი მდგომარეობაო. აბა წაიკითხეთ გედეონის ისტორია. აქაც იგივეა, ჩვენ ღმერთი არ მიგვიტოვებია და ღმერთი არასამართლიანად გვექცევა ჩვენ. როდესაც ალბათ მრავალი ხალხისა და მრავალი დროის განმავლობაში უსმენდა ღმერთი ამ ჩივილს, ღმერთის უსამართლობის და რაზე იყო ჩივილი? ღმერთის უსამართლობის, ვითომ და ღმერთი იყო უსამართლო. უსამართლოდ ექცეოდა ღმერთი. და მერე აი ამის მერე ღმერთმა მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით გასცა პასუხი. სინამდვილეში ღმერთი აქამდესაც მიატოვებდა ებრაელ ერს, რამდენჯერმე ჩვენ გვახსოვს, რომ თქვა, რომ აღარ მინდა დავინახო ეს ერი და არაფერი საერთო არ მქონდეს, მაგრამ ყოველთვის აკავებდა ერთი რამ. წარმოიდგინეთ, რომ ერთი რამი აკავებდა ღმერთს ყოველთვის. ეს იყო მისი მარადიული აღთქმა პატრიარქების მიმართ. აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ. და როცა უნდოდა ღმერთს, რომ საერთოდ სამუდამოდ დაესაჯა ისრაელი, წერია, არაერთხელ წერია ძველ აღთქმაში, რომ გაიხსენებდა ხოლმე თავის აღთქმას პატრიარქების მიმართ. და აი ეს ამაშიაც ჟღერს ეს სიტყვა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, რომ რადგან მე უფალი არ ვიცვლები და თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო. აბა ნახეთ ტონი როგორ ეუბნება. თქვენ ებრაელებო კი არა, ისრაელიანებო კი არა, იაკობის ძენო, ვისთანაც ღმერთმა დადო მარადიული აღთქმა, რომ ყოველთვის იქნებოდა ღმერთი. ნუ საინტერესოა რა პასუხი გასცა ღმერთმა. რას ვაკეთებთ ასეც, რომ რაზე უნდა მოვინანიოთ ჩვენ? ეკითხება ხალხი. და ღმერთი კონკრეტულად მიუთითებს და აქ არის ჩამონათვალი ცოდვათა ნუსხა, ცოდვათა რაოდენობა, რომელშიაც ღმერთი ადანაშაულებს ებრაელ ერს. ეს ცოდვებია მეძაობა, ერთმანეთის მოტყუება, ცრუ ფიცი, დაიფიცებენ და არასრულებენ, ერთმანეთის დაჩაგვრა, ანუ გაღლეტვას რო ეძახიან და აქ მოხსენიებული კი არის კიდევ მუშას, დღიურ მუშას, რო ალოდინებენ და არ უხდიან თავის საფასურს. დღევანდელ სიტუაციაში წინ და წინ გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სესხულობს
ვიღაცისგან ფულს, თუნდაც ბანკისაგან და არ იხდის. ეს არის ძალიან დიდი ცოდვა. სულ ყველამ უნდა იცოდეთ. თუ ვინმე ისესხეთ გასულ წლებში, გადაუხადეთ, თორე ღმერთი მოგკითხავთ ღმერთი. როგორც ებრაელთა ერთს უთხრა. და ბოლოს ამ ყველაფრის გვირგვინი ამ ცოდვებისა არის ღმერთი ადანაშაულებს ქურდობაში. ქურდობთო. მე ეკითხებია რაში უქურდობთო? წინასწარმეტყველს ეუბნებია. და გამოხატა როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული ცოდვა. რა ცოდვა იყო? მიათედის უგულებელყოფა. და აქ ჩვენ ვაწყდებით საკითხს, საერთოდ საიდან დაიწყო ეს მიათედის საკითხი, მიათედის რჯულის, როგორც ერთ-ერთი ნაწილის რჯულიდან შესრულება. ლევიანთა 27 თავში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, ჩემო ძვირფასებო. და ყოველი მიათედი მიწიდან, მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან უფლისაა. ეს სიწმინდეა უფლისა. მიათედზეა ლაპარაკი. ყოველი მიათედი მიწიდან, და თუ ვინმე თავისი მიათედიდან გამოსყიდვით გამოისყიდის, მაშინ მიუმატოს მას მე-5 ნაწილი. ყოველი მიათედი მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლისა, ყოველი მიათე კვერთხქვეშ რომ გადის, უფლის სიწმინდეა. ხედავთ როგორ ადგა საკითხი. როცა ებრაელთა ერს დაუწესა რჯული, უთხრა რომ მიათედი. ეხლა რა თქმა უნდა, მაშინ ვალუტა ეგრეთ წოდებული ფული არ იყო, რომ მარტო ფულით გადაეხადათ. ადამიანების მატერიალურ დოვლათს და ასევე სიმდიდრის წარმოადგენდა მიწის ნაყოფი, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და შეიძლება ვერცხლი და ოქრო, რომელიც ცოტას თუ ჰქონდა ებრაელთა ერში იმ დროს. მაგრამ ძირითადად ეს იყო ნატურალური პროდუქცია, რითაც უნდა გადაეხადათ ღმერთისათვის მიათედი. მაგრამ ეს რომ ყოფილიყო ეს ღმერთს რომ გაემძაფრებინა ებრაელების გონებაში მიათედის მნიშვნელობა, მან უთხრა რომ მიათედი არც ტაძრისა, არც მომავალში ლევიანებისა, რომლებიც იქნებიან, არც ღვდლებისა, არც ერისა, ეს მიათედი არის ჩემი საკუთრება. ამიტომ მე უნდა მომიტანოთ ეს ძალიან კარგად ესმოდა ებრაელებს, რომ ეს იყო ღმერთის ნაწილი. ეს იყო ღმერთის საკუთრება. ამიტომ ებრაელები დროის რაღაცა განმავლობაში ასრულებდნენ ამას. მაგრამ უმეტესმა წილმა ამ ერისამრჩეული ერისამ იცოდა, რომ რაც მიჰქონდათ მიათედები, ეს ამას აძლევდნენ ღმერთს და ეს იყო ღმერთის საკუთრება. ეხლა ძალიან საინტერესოა, რაში სჭირდებოდა ღმერთს მიათედი. თქვენ როგორ ვფიქრობთ, რაში სჭირდებოდა ეს მიათედი? რაში სჭირდებოდა და მათსავე სასიკეთოდ. როგორც იცით, 12 ტომი, 12 მიწა, მოწყობა, ტერიტორიული მოწყობა, ლევიანები გაფანტულები იყვნენ ამ 12 ტომის ტერიტორიაზე, სპეციალურ ქალაქებში ცხოვრობდნენ, მათ არ ერგოთ ტერიტორია, მიწის ტერიტორია. მაშინ რით უნდა ენახათ თავი? იმ ტერიტორიის ხალხს, იმ ტომის ხალხს უნდა შეენახა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ლევიანები. ან უნდა უზრუნველყოთ. რით უნდა უზრუნველყოთ? ლევიანები და ღვლები, თუ არა მიტანილი მიათედით.
ეს მიათედი, აი ამ მიათედით იკვებებოდა მთელი ეს მსახურთა ჯარი ისრაელში. ლევიანებისა და მღვდლებისა. აი ამ მიათედების მეშვეობით. მერე ამის გარდა ამით ატარებდნენ მიათედის მეშვეობით ატარებდნენ რელიგიურ დღესასწაულებს. დაახლოებით 6-3 დღესასწაული იყო უმთავრესი და ამას ემატებოდა კიდევ 3 დღესასწაული. წელწადში მინიმუმ 6 დღესასწაულს ატარებდა ებრაელთა ერი. ამაზე არ ვილაპარაკებთ, თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ სახში და მოიძიეთ და ნახავთ, რა დღესასწაულები იყო. აი მიათედის ხარჯზე ტარდებოდა ეს დღესასწაულები და ერთ-ერთი იყო ეხმარებოდნენ ქვრივ ობლებსა და ღარიბებს, აი ამ მიათედის მეშვეობით. როდესაც დაიწყეს ამისი უგულებელყოფა მიათედების დადებისა, მოხდა ისე, რომ ეს ისტორიაში ცნობილია, რომ ბევრმა ლევიანმა დატოვა თავისი მსახურება და წავიდა, რომ დაეწყო მუშაობა და ზოგს მოჯამაგირედ დაუდგა, ზოგისგან გამოისყიდა ისა, რომ ამუშავებდნენ მიწას, რომ თვითონ და თავიანთი ოჯახი ერჩინათ. ფაქტიურად ლევიანებისთვის აღარ იყო გამოსაკვები, აღარ იყო ღარიბებისათვის მისაცემი, ეჭქვეშ დადგა რელიგიური დღესასწაულების ჩატარება და მთელი ეს თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოშლის პირას დადგა. გესმით, რასთან იყო საქმე? ეს უბრალოდ კი არ მოხდა და უბრალოდ კი არა თქვა ღმერთმა, რომ აი ეს გითხარით და რატო არ აკეთებთ ამას? ამას აქონდა თავისი შედეგი აი ამ დარღვევას, რომ მთლიანად ეს რელიგიური ცხოვრება ჩამოიშალა ისრაელში. და ალბათ ამაზე არ ვიცი, ფიქრობდნენ თუ არ ფიქრობდნენ. როდესაც ბევრ ტომში, ბევრ ქალაქში უკვე ლევიანები აღარ იყვნენ. ვეღარ ასწავლიდნენ, ვეღარ ატარებდნენ იმას. როცა მიათედი არიდება ეკლესიაში, დაუშვათ მიათედია თუ შეწირო არ არის, ეკლესიაში იშლება ყველანაირი ღონისძიებები და ფუნქციები, რასაც ეკლესია უნდა ატარებდეს თავის წიაღში. და ხდება მატერიალური პარალიზება. ეს უნდა გესმოდეთ. რა ხდება ეხლა? კარგი, თავი დავანებოთ იმ ძველ აღთქმას, რომელშიაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ აი ამ ჩამოთვლილ ცოდვების გვირგვინი ცოდვა, ანუ ერთ-ერთი უმთავრესი ცოდვა იყო მიათედის უგულებელყოფა. ეს მე კი არ მითქვია, ეს ვიღაცამ კი არ დაწერა. ეს თქვა ღმერთმა, რომ ეს არის ცოდვა, მიათედის უგულებელყოფა. ძველ აღთქმაში. რა ხდება ახლა? არის თუ არა დღეს საჭირო? როგორც უკვე გითხარით, არსებობს სხვადასხვა აზრი, რომ ახალ აღთქმაში არ არის აუცილებელი მიათედების დადება, ზოგი ამბობს, რომ უნდა გადმოვიდა ძველი აღთქმიდან. ჩვენ ამაზე ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დაუჭერთ მხარს, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ პრინციპი მატერიალური შეწირვისა ეს დარჩა, გინდა მიათედით და გინდა უფრო მეტით. იმიტომ რომ არიან ქრისტიანები, რომლებიც მიათედს კი არა სდებენ, არამედ უფრო მეტსაც სდებენ. მე ერთი წიგნი მაქვს წაკითხული, ეს არის დღესაც არსებობს ის ადამიანი, რომელიც უბრალო მუშიდან გახდა მილიონერი და როგორ გახდა მილიონერი? მან ჯერ დაიწყო ექსკავატორზე მუშაობა, ეს ჩვენს ქვეყანაში არ არის. მერე თვითონ მექანიკი გახდა, რაღაცებს არემონტებდა, მერე თვითონ შექმნა რაღაცეები და მისი შემოსავალი თანდათან გაიზარდა 100 და მილიონს და მერე 1000 მილიონს და თვითონვე ყვება თავის თავზე, რომ თავიდან მიათედს ავწირავდიო. მერე ვნახეო, რომ მიათედის გარდა 90%-ო ჩემთვის ძალიან ბევრი იყო ჩემი ოჯახისთვის და ხო არ დავაბანდებდი ფულსო.
გავზარდე 20%-მდე, მერე 20% 40%-მდე და მერე როდესაც ათობით მილიონი შევიდა, მერე თქვა რომ 10%-იც კი საკმარისია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და 90%-ს დებ ეკლესიაში და სხვადასხვა ქრისტიანულ ღონისძიებებზეო. არიან ადამიანები ესეთები, რომლებიც მარტო იმას კი არ უყურებენ, როგორ დავდო მიათეც, იმაზე მეცას დებენ. და ეს სხვათა შორის დამოკიდებული არ არის ფულის რაოდენობაზე ან შემოსავლის რაოდენობაზე, მაგრამ ეს პრინციპი მატერიალური შეწირვისა დღესაც აქტუალურია. გეტყვით ჩემო ძვირფასებო, რომ შეწირვის მთავარი არსი და გამოვლინება რაში მდგომარეობს? შეწირვა მიუთითებს ქრისტიანების დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ. თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ღმერთთან და რამდენად გიყვარს ღმერთი. ის რომ ლაპარაკია, რომ აი თუნდაც ავიღოთ ცოტა ცუდი შედარება, მაგრამ მამაკაცი რომელიც იძახის, რომ ვაიმე მე ისე მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები და ჩემი მეუღლე და რასაც იღებს სხვაგანა ფლანგავს და არაზრუნავს თავის შვილებზე და თავის ოჯახს. გამოხატულება ყველაფერი ეს არის საქმით. საქმით არის გამოხატულება. ადამიანი რომელიც ეძახის ღმერთი მიყვარს, ის მიდრეკილია ყველაფრისკენ, რასაც ღმერთი მოითხოვს და იმაზე მეტისკენ, რასაც ღმერთი არ მოითხოვს. ეს ყველაფერი საქმითა ჩანს. ეკლესიაში, რა თქმა უნდა. და ეს პრინციპი, როგორც უკვე გითხარით, დღესაც აქტუალურია. ეს არის იგივე მსახურება. ეკლესიაში სიარული, რომელიც აუცილებელია, ლოცვა, კეთილის საქმეები, მონახულება, რომელერთი ავიღოთ. ერთ-ერთი უმთავრესი არის მატერიალური მსახურება. გულიდან გაღებული მატერიალური მსახურება. ქრისტეს დროს თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერ იყო აღნიშნული მატერიალური მსახურება. გაიხსენეთ ის ქვრივი დედაკაცია რა, უпростоრად მოხუცი დედაკაცი, რომელმაც მცირეოდენი კი ჩადო, მაგრამ ეს მცირეოდენი სასაცილო ის არის, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ძმებს უყვართ ხოლმე თქმა, რომ აიო მე ბევრი არაფერი არ გამაჩნია, მაგრამ იმ ქვრივი დედაკაცივითო თუ მოხუცი დედაკაცივითო რაც შემიძლიან იმას ჩავდებ ხოლმეო და მე მინდა ხოლმე თავს ვიკავებ, რომ უთხრა, რომ კი, მაგრამ იცით რომ იმ დედაკაცმა რაც აქონდა ის ჩადო მეთქი. ის კი არა ნაწილი, რაც აქონდა ის ჩადო ყველაფერი. ამით განსხვავდება ჩვენი მსახურება იმ დედაკაცისაგან. და ქრისტეს დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამას ფარისევლებიც აქცევდნენ ყურადღებას. ერთ-ერთმა ფარისეველმა აღნიშნა, რომ აი მე 1000-ს აქ წირავ. ესე იგი ეს მაღალ დონეზე იყო დაყენებული. ტაძრის ეზოში თუ არა ვცდები, ქალების ეზოში, რატო ქალების ეზოში არ ვიცი. ან ქალების ეზოში, ან წარმართთა ეზოში, ორი ეზო იყო. იყო კუთხეში კედელზე მიმაგრებული 13 ყუთი. 13 ყუთი. აი ესეთი გრძელი ყუთი, რომელიც აი ესე ბოლოვდებოდა როგორც ტრუბები. და ყველა ამ ყუთს ეწერა თავისი ამ ყუთში, რასაც აგდებდნენ, ამ შესაწირავს ჰქონდა თავისი დანიშნულება და რისთვისაც წირავდნენ. ყუთებს იცოდნენ ებრაელებმა, რომ ერთ ყუთში თუ აგდებდნენ, ეს იყო ტაძრისთვის. მეორე ყუთში ღვთლებისთვის, მესამე ყუთში ქვრივებისთვის, მეოთხე ყუთში თუ აგდებდნენ ხიზნებისთვის, ობლებისთვის, რემონტისათვის და კიდე სხვადასხვა, ყველასა ჰქონდა თავისი დანიშნულება. და უნდა ითქვას, რომ იმ დროს იყო ისრაელში პერიოდები, მაგალითად ბნელი პერიოდები და ნათელი პერიოდები. იყო მაგალითად, როცა ებრაელები იმას რა ქვიან, წარმართულ ტრადიციებს ასრულებდნენ და იღებდნენ წარმართობისა, მაგრამ იყო
ამ კუთხით ნათელი პერიოდი, როდესაც დაბრუნდნენ ბოლო 400 წელიწადი, ისინი უცხო ღმერთებს აღარ ემსახურებდნენ, მაგრამ სხვა რამე შეაკეთებდნენ, ცუდს, რაზედაც ღმერთი მიუთითებდა. და დღეს დიდხანს რო არ გავაგრძელო, თქვენთან ერთად მინდა ძალიან მოკლედ დღევანდელი სიტუაცია, დღევანდელი საჭიროება მატერიალური მსახურების მიმართ განვიხილო. ანუ დავსვა ესეთი საკითხი, დღეს რაღა საჭიროებს, რაში ეს საჭიროება ეკლესიას ან მიათედი, ან საერთოდ მატერიალური მსახურება. გიფიქრიათ, რაში სჭირდება ფული ან სხვა საშუალება ეკლესიას. რაში სჭირდება? ბავშვთა მსახურება, სტუმრები, კი არ უნდა ელოდებოდეთ სტუმრებისაგან მოტანილს. სტუმრები, ტრანსპორტი, ქვრივობლები, ტაძრის რემონტი, ევანგელიზაცია, საზაფხულო ბანაკები, დღეს ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ეკლესიის შენაწირებით. მაგრამ დღეს ავხედავთ სულ სხვა სურათს. დღეს ვხედავთ იმ სურათს, რომ ეკლესიას ხელი აქვს გაწუდილი. ვიღაცა ბიძები ეხმარებიან საზაფხულო ბანაკებს, ვიღაცა ბიძები უგზავნიან დასავლეთიდან მაგიდებსა და სკამებს და თუ რაღაცა საჭიროება, მერე ძმები ერთმანეთს ამხნევებიან ხოლმე და როგორ ამხნევებიან, რომ ცოტაც მოიცადე. ერთი 8 თვე მოიცადე და გამოგზავნიან. გამოგზავნიან და მიიღებ. აი ეს არის ნეტარების იმედი. ნეტარების იმედი, როცა ვიღაცისაგან მუდმივად ელოდები ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საკვებს, საზაფხულო ბანაკების ჩატარებას და ასე შემდეგ. მაგრამ ეკლესიებს ეს გასაგებია, რომ ესაჭიროება, მაგრამ ამას უნდა აკეთებდნენ თავიანთი მატერიალური მსახურების ხარჯზე. მატერიალური ხარჯზე. ხშირად არის ხოლმე ნათქვამი, რომ რა შეუძლია ჩვენ, რა შეგვიძლია, აბა როგორ შეგვიძლია ამდენი ღონისძიება ჩავატაროთ. ძალიან მარტივი ექსპერიმენტი შემიძლია ჩავატარო. 30 კაციან ეკლესიაში, მე ეს ერთხელ გურჯაანის ეკლესიაში ჩავატარე. და არ იცოდნენ რისთვის ვატარებდი. მე ვთხარი, აბა ხელი ასწიეთ, რამდენი ხართ პენსიონერები. მაშინ 200 ლარი იყო თუ რაღაცა. ასწია ერთი 50 მაკაცმა ისა რა ქვია, ხელი. მე ვთხარი, 50 ჯერ 20 ლარი რამდენი გამოდის მეთქი? 1000. კარგი, გვერდზე ვინც მეჯდა უთხარი, ჩაწერე მეთქი. მერე რამდენი მუშაობთ მეთქი? არ ვიცი, 12-მა თუ 13-მა აიწია ხელი და მე ვთხარი, ყველაზე მინიმუმი, აი 13 კაცის 30 ლარი, ან 35 ლარი ჩათვალე მეთქი. აღმოჩნდა, რომ ერთ ეკლესიას შეეძლო ყოველ თვე თუ მიათედებს დასდებდა სინდისიერად 1500-მდე თუ 1800 ლარამდე ასულიყო. და ეს ეკლესია, რომელიც აქუჩებდა თვეში მაქსიმუმ 80 ლარს. დანარჩენი ფული სად მიდიოდა? ქურდობაში. იპარავდნენ. ახლა ხო ხანდახან უყურებთ ხოლმე, რომ ჩვენ მთავრობაზე იძახია, რომ ბიუჯეტს ეძარცვავენ. ბიუჯეტში იპარავენ. ეკლესიის წევრებიც იპარავენ ეკლესიის ბიუჯეტს. და რაში? მიათედებში, არასდრები. ძალიან მარტივია. ადამიანი, რომელიც იღებს 300 ლარს პენსიას, პირველი ვიდრე შვილიშვილებს გადახედავ, ვიდრე შვილებს გადახედავ, ვიდრე შენს ხარჯებს გადახედავ, 30 ლარი უნდა დახუჭო თვალები და გადადო ცალკე. პირველი. ეს არის ღმერთის საკუთრება. მერე დანარჩენი რა შეიძლება თუ გინდა ტაშფანდურაში გახარჯე დანარჩენი. პირველი მთავარი არის რომ გადადო. და აბა ნახეთ. ეკლესია როგორ აყვავდება. და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა მატერიალურით აყვავდება? არა, მატერიალურით არა. მაგრამ წაკითხული თუ გახსოვთ, უყურეთ რა სიძახის ღმერთი.
წყევლით ახართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ. როცა ატყუებს ადამიანი, როცა ქურდობს, აი ამ მატერიალურ შესაჭირავში ღმერთი არ აძლევს კურთხევას. ეს არის წყევლა. ყველა ვინც ესხულობს წყევლის ქვეშ არის, ყველა ვინც ატყუებს ეკლესიას წყევლის ქვეშ არის, მაგრამ ვინც მეორე მხრივ უყურეთ მოიტანეთ მთელი მიათედისაგან ძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში, აბა გამომცადეთ. თუნდაც გამოცდის სახით, ამბობ საბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყევლად. ვის აზარალებს თითოეული ქრისტიანი, რომელიც მიათეთს ან მატერიალურ შესაძლებლობას, ვის აზარალებს? ეკლესიასაც და თავის თავსაც. ამიტომ არის რომ დაქცეული ოჯახებია, დაქცეული ოჯახები ოჯახებზე, დაქცეული. რასაც იღებენ ბარაკა არ აქვს, რასაც იღებენ იმაზე მეტი ეხარჯებათ. იმიტომ რომ ყველაფერს ღმერთი არეგულირებს ჩვენს ცხოვრებაში. და როდესაც ეს ხდება, როდესაც ამას აკეთებს ქრისტიანი გულწრფელად, რა თქმა უნდა, იღებს კურთხევას. თავარი კი ის არის, რომ დღესაც უყურებს როგორც ქურდობას ღმერთი. ისინი, ვინც მატერიალურ მიათედი იქნება თუ რაც იქნება, მატერიალურ იმას შეწირვას უგულებელ ყოფენ ადამიანები. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ გუნებაში მეცინება, როდესაც ქისა ჩამოივლის ჩემამდე, ასწევ, ქისა დამძიმებულია, მაგრამ არა ქაღალდის ფულით, არამედ ხურდა ფულით, 10 კაპიკიანებით და 5 კაპიკიანებით. თქვენმა შვილიშვილებმა რო გთხოვონ, რაღაცაში დაბადების დღეში, ან რაღაცის ყიდვაში, 10 კაპიკიანებს მისცემთ, გეკითხებით, ყველას სინდისის წინაშე ვამბობ ამას. გეკითხებით ხალხო, 5 კაპიკიანებს და 10 კაპიკიანებს მისცემთ თქვენ შვილიშვილებს, ხო სახეში მოგაყრიან ისინი. მაგრამ ეკლესიაში ხურდა ფულს აყრით. რატომ? იმიტომ რომ გენანებათ მიათედის შეწირვა. გენანებათ რომ ღმერთს აჩუქოთ, რომლისაგანაც მიიღეთ სიცოცხლეც, ყოველდღიური საზრდოც და მომავალი სასუფეველიც. აი იმისთვის გენანებათ. და მე დღეს ეს სპეციალურად ეს თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ იქნება ვიღაცის სინდისმა გაიღვიძოს და ეკლესია თუნდაც ამ მხრივ მატერიალური შეწირვის მხრივ ამოტივტივდეს, მაღლა აიწიოს, რომ თქვენ შორის გაჭირვებული არ იყოს, ქვრივობოლი არ იყოს, მშიერი არ იყოს და სტუმარს არ უყუროთ ხელებში და უცხოეთიდან მოსულ იმას არ უყუროთ ხელებში. იქნება დროა, რომ დაიწყოთ თქვენივე ხარჯებით ეკლესიის უზრუნველყოფა. უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და მე მაინც იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთი გააღვიძებს ყველა ჩვენთაგანის სინდისს. ნიშნულობა არ აქვს, თვეში ერთხელ დადიხარ ეკლესიაში, თუ ყოველკვირა დადიხარ ეკლესიაში, თუ ქრისტიანად ითვლები შენ ვალდებული ხარ, რომ ღმერთის საკუთრება, რომელიც მიათედია, ის არ მოიპარო. თორე თქვენ იცით ქურდებს რას უშვრებიან. დაგლოცოთ ღმერთმა და დალოცოს თქვენი სიბრძნეც და თქვენი გონებაც. ამინ.